დავიშვით. დღემშვიდობისა მეგობრებო, თქვენ ამ წუთას იმყოფებით ჩემს ყოველდღიურ ვლოგში. ვაპირებდი რომ პირველი კვება მენახებინა, მაგრამ შემომეჭამა. მოკლედ რა ეს ვლოგი ეგრეთ წოდებული ბჭყალებში იქნება ძალიან როგორ გითხრათ, უშუალო და რაღაცა ზედმეტი რაღაცების გარეშე რა. რაღაც მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გავაკეთებთ ორთავა ბიცეპსის სამთავა ნაწილს და ასე შემდეგ. იქნება ჩემი ყოველდღიური რეჟიმი აღწერილი, რას ვჭამ, რას ვსვავ, რატო ვჭამ, რატო ვსვავ, რას ვარჯიშობ, რისთვის ვარჯიშობ, რა მიზნები მაქვს, ამას ყველაფერს ეტაპობრივად გააგებინებთ რა. მოკლედ, სადღაც 2-3 დღეა უკვე რეჟიმში დავუბრუნდი, დაახლოებით 8 თვის მერე რა. ჩემპიონატი მქონდა ივნისის მერე მქონდა იმ ხელა ჩავარდნა. რაღაცა რემონტები, სახლის რემონტებოდა, ეხლა ბოლომდე კიდე არა დასრულებული ჯერ, მაგრამ ნუ ძირითადი მორჩა. კიდე სოფელში რემონტი, მერე საქონელი ყავს, იქ ცუდად გახდა. ნორმალური ვაქცინა არ იყო და ეგრეთ წოდებული თურქული არის დაავადება, რომელიც სეზონურად შემოდის და მოკლედ ძალიან მძიმეთი იყო და იქ ყოველდღე გადასხმები, რაღაცა მედიკამენტები, მერე ცალკე თიბა უნდა მომეტანა, იმიტომ რომ ახალი გათიბული რა, ჩემი ხელით უთებავდი, იმიტომ რომ ძველს არ ჭამთ ჩვეულებრივ თიბას და მოკლედ აი საგიჟით გავიარემ ეს რა და ამის გამო ამერია მთელი რეჟიმი, რა ის კვება, რა ის ცილი და რა ის ვარჯიში. საბოლოოდ მე მოხდა 12 რაუნდის სკოლაში. თვითონ ამზადებამაც გარკვეულწილად დიდი როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გამოცდილება მომცა. როგორც ვარჯიშის კუთხით, ასევე ნუტრიციოლოგიის კუთხით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ჩემთვის საკმარისი, გავიარე კურსი, რომ რაღაც საკითხები უფრო მეტად დამეხოცა და არც ახლა არ ვარ ყველაფრის ცოდნა, ეტაპობრივად ვარ სულ სწავლის პროცესში. და სულ ვითარდები რა, ეგრეც და ეგ ადამიანის ცხოვრებას და რაც შეეხება ჩემს მიზანს, პირველ რიგში რეჟიმში დავუბრუნდი და სურვილი მაქვს, რომ წლის ბოლოს უკვე გავიდე სცენაზე. მოგვიანებით ფორმა იქნება რადიკალურად სხვანაირი, გეგმაში მოხასე, იმიტომ რომ პირველი მზადება მაინც იყო ძალიან ესეთი ექსპერიმენტალური რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დისპროპორცია მქონდა, ფეხები ნოლზე, უკანა შუა დელტა, მკერდი მოკლე და მთელი მზადება აწყობილი იყო იმაზე, რომ რაღაცა პროპორციაში მოსულიყავით რა. პროპორციაში მოვედით, მაგრამ შესაბამისად ხარისხი უფრო ქვედა სეგმენტში არ იყო ისეთი. აი რა კადრებსაც გავუშვებ ახლა და თქვენ თუნდაც მიხვდებით რას გულისხმობ და მაქვს ახლა იმის საშუალება, რომ უფრო მეტი ვიმუშაო ხარისხზე, კონტურ მასაზე და ვფიქრობ, რომ რადიკალურად ბევრად უკეთესი ფორმის გატანის რესურსი მაქვს. რა თქმა უნდა, ვრჩებით ნატურალად სიცოცხლის ბოლომდე, აი ჯერ ერთი არა მაქვს სიმხელა პროფესიული მიზნები, რომ მე ვთქვა, რომ ამოვწურე და ახლა წავალ და რაღაც დიდ სპორტში შევეჭიდები, თუნდაც ბოდიბილდინგის ამბავში, არ მაქვს ამბიცია რა თქმა უნდა და მეორე ის, რომ დაზუსტებით ვიცი, რომ ნატურალურად იმაზე ბევრად დიდი რესურსი მაქვს, ვიდრე სცენაზე გამოვიტანე 8 თვის წინ ზაფხულში და ბევრად მეტი შემიძლია. ამას ვგრძნობ. მოკლედ, აქ ახლა მორჩი ჭამას, გავიმზადებ კიდე 2 კვებას, შემდეგ წავალ სამსახურში, ვალჰალაში, საბურთალოს ფილიალში ვარ. ვავარჯიშებ პერსონალურებს, იგი პატარა შუალედები მაქვს შევჭა. წყალის ვით მეგობრებო, მეზიზღება წყალი შეიძლება 250 მგ-ის არ დავლიოთ დღეში, უბრალოდ საქმე სჭირდება და შემდეგ უკვე სადღაც 1-40 წუთის შემდეგ ჭამიდან მეც თავისუფალი დრო რომ ექნება, ვივარჯიშებ და მე გავაკეთებ კარდიოს რა. სატესტოდ გვაქვს გაშვებული მე და ჩემს ტრენერს დავით ზედა-ქვედა ტანის სისტემა, დღე-გამოშვებით ვარჯიშობ. 2 დღის წინ ვივარჯიშე ზედა ტანი, უფრო აქცენტირებული იყო ზურგი. დღეს მექნება ფეხი, უფრო აქცენტირებული იქნება კვადრები. შემდეგ ფეხის ბიცეპსი, ჰამსტრინგები და ასე შემდეგ რა. ნახოთ, ერთი თვე შევხედავ, კვებას მივყვები ზუსტად, დანამატების ჩავრთე უკვე, რაც დამჭირდა ყველაფერი წამოღებული გვაქვს ანდერდოგიდან.
ესე ცნობისთვის მაინც რო იცოდეთ ჯერ ზოგადად ძალიან ადამიანური ფასებია და მე დაახლოებით 3-4 წელია Underdog-თან და თვითონ გიოსთან, ვისიც არის ეს მაღაზია, მეგობრობ, ახლო დამოკიდებულება გვაქვს და ზუსტად ვიცი შიდა სამზარეულო რა ხდება და რა ხარისხზე არის საუბარი. აქედან გამომდინარე, მაქვს აბსოლუტური ნდობა. შესაბამისად, არც თქვენ ჩემ გამომწერებს და არც არავინ არ გირჩევთ არასდროს ისეთ რაღაცას, რაცაც მე არ ვიყენებ. წამოღებული მაქვს სხვადასხვა დანამატები, რაც უშუალოდ ახლა ამ წუთას ვჭირდება ამ პროცესში. ნელა-ნელა ყველაფერს განახებთ, აგიხსნით, რა სატომ აკეთებ და ეგ არის რა. ხო და ამას დამატებული ვინც მიხვალთ Underdog-ში ჩემი სახელით, ყველას ისედაც ადამიანური ფასები არის ნამდვილად გიოსთან და კიდევ უფრო შეღავათიან ფასში იქნებათ ყველაფერზე წვდომა. გაგვიმარჯოს. არა, წყალი არა. всё. გავიმზადეთ კვებებს ახლა და გავიხიზნები დარბაზში რა. მოკლედ აქ არის ჩემი ლეგენდარული ბასტურმა, რომელიც წლების გამოცდილებით შეიქმნა. ეხლა ავწონით, არ დამძრახოთ, მეზარება კოლზით ჩიჩქნა. ჩავიტანთ გრილში, ცოტა სოიო და კიდევ რაღაცეები, რასაც მომწერე და მხოლოდ პირად შეტყობინებაში გაგიმხთ. ეგ არის რა. ეს არის ამ წუთას ჩემი დილის ფორმა. ღიპი მოდებული, მაგრამ ბევრი თუ რა შედავიყო რეალურად, იმიტომ რომ იმედენად ავირიე ამ პერიოდში, რომ კიდე მადლობა ღმერთს, რაცა ვარ. დაახლოებით ჩემპიონატზე ვიყავი სცენაზე 80 კილო და 3 დღის წინ რა ვიწონე დილის წონა მქონდა 97 და 5. რავი, კონტური მასა. მე მგონი ასე თუ ისე ადგილზეა. ჩვენი საყვარელი ზურგის ასე თუ ისე ადგილზეა და ვნახოთ აი სადღაც ერთ თვეში მე ველოდები ძალიან კარგ ცვლილებს რა. ამ რეჟიმში თუ გავაგრძელე და ისედაც გავაგრძელებ, ვაპირებ ყველაფერი იქნება 10-იანს. მოკლედ მეგობრებო, Instagram-ის და TikTok-ისთვის რაღაცა პატარა unboxing-ი გავაკეთეთ. ეს არის ჩემი დანამატები, ყველაფერს მე სათაოდ გაგაცნობთ რა, რას რატო ვიღებ და რისთვის. Iron Recovery, ეს ალბათ არ გექნებათ ბევრგან ნანახი. ამინო, აგერ L-კარნიტინი და კრეატინი. კრეატინი სხვათა შორის მზადებაში არ გამომიყენებია და ზოგადადაც დიდი მომხმარებელი არასოდეს არ ყოფილვარ, აი, ფანდური. ხო და ვნახოთ, მაინტერესებს როგორ იმუშავებს, დაახლოებით ალბათ 10 გრამის ფარგლებში დავიწყებ რა. 5 არის რაღაც ბაზისური ნორმა, მაგრამ ჩემი დატვირთვის ხარისხი რახან არის ძალიან მაღალი, აქედან გამომდინარე, იყოს 10 გრამი. შევხედოთ. უჯური. უჯური. მეჩვია სახში ყოფნასა, ეჰა. აი მოიფერს. არა. ნუ ვარ და ხალე გააფინტეში. უჯური. დაჯური. დაჯო. ეს არის შვიდი თვის. ვაიც. რა. დაჯური. ეს არის ჩვენი მეორე კვება. აქ არის დაახლოებით კი არა ზუსტად ვწოვ. 65 გრამი ბრინჯი და 190 გრამი ფილე.
აქ არის ყავა და ჩემი მხსნელი არის ტევია, დამატებული, იმიტომ რომ აი მე მართლა არ მესმის იმ ხალხის, არ გაკნინებს. აი ჩაის და ყავის გემოს რომ ამოღამოთ რა შაქრის გარეშე. მე არ შემიძლია ეგეთი რაღაც. თუ ტკბილი არ არის ვერს. აქ ბოსტნეული არ არის, იმიტომ რომ დამეზარა. მაგრამ აუცილებლად ნუ რაღაცა სავალდებულო არ არის, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ბოჭკო გვექნება. თუ სავალდებულო. აი დამიჯერეთ ხალხო რა. ამაზე გემრიელ ფილეს ვერავინ ვერ აკეთებს საერთოდ. და ბრინჯიც არის ძალიან გემრიელი რა. მოკლედ 2 წელი ვიმუშავე სამზარეულოში და ისედაც დედას სულ ბევრი საქმეები ჰქონდა რა ბავშვობიდან, სულ გადარბენებში იყო და ისე მოხდა რომ ბავშვები მივეჩვიეთ თავიდანვე სამზარეულო სადღაც 4 წლიდან უკვე დამოუკიდებლად შემეძლო რომ კვერცხი შემეწვა რა გაზი ამოთა კვერცხი შემეწვა და ეს რაღაც სამზარეულო სკილები ეგრეთ წოდებული დავამუღამე ასე რომ ვთქვათ რა მე 2 წელი პიცერიაში ვიყავი, მაგრამ იქ პიცის გარდა ძალიან ბევრი ვალდებულება მქონდა, დესერტები, სხვა იტალიური კერძები, даже შესაძლოა შეხავთ. ხო, მე რაღაცა რუმშიც ვიყავი, ცოტა ხანი ოღონდ არ მომეწონა ეგ სიტუაცია და ეგრე რა, სამზარეულოში რაღაცა გამიგება, აქედან გამომდინარე ჩემი კვება მიუხედავად იმისა, რომ ნუ ისე რა, საკმაოდ მკაცრი დეფიციტი გადავწყვიტე დაწყება, იმიტომ რომ მაინც მიჩვეული ამ ყველაფერს ჩემი ორგანიზმი და ასე რომ ვთქვათ, სტრესის ფაქტორი არ არის ამ შემთხვევაში. თავს ვწვდომთ ჯერჯერობით მესამე დღე ძალიან კარგად და აქედან გამომდინარე ცოტა დიდი დეფიციტი გვაქვს, მაგრამ კვებები იმდენად გემრიელი, მით უმეტეს აი, გადამოვიდა. მით უმეტეს რომ როცა მომზადებთ კარგად, რომ ზოგადად ეს ფენომენი, რომ ჯანსაღი კვება ვერ შევჭამ, აი მე ბრინჯი და ფილე არ არის ეგრე. ძალიან ბევრი გზით შეიძლება გამრავალფეროვნება. უჭური, რა გინდა, არ შემოგიშვებ. ჩვენი კვების ისე რომ იმ ნუტრიციას, რაც გვაქვს გაწერილი და რაც გვჭირდება, საერთოდ არ გავცდით რა. ესეთ რაღაცებს ნელა-ნელა, ეტაპ-ეტაპ ყველაფერს გასწავლით აბსოლუტურად. ეს არის სიმბოლური ეს თავსახური. ეს მეკეთა მაშინ, როდესაც პირველად დაუპირისპირდი ვეგან გიოს, რა. დიდი დატვირთვა აქვს. ანუ ამ ლოგის იდეა რა არის რეალურად რა რომ ტიპი რო სახში მიდის რაღაცა დაისვენებს, დაждდება საჭმელად და აი რა ჩავრთო რა და ჩართავ ამას რა. ვისაუბროთ ერთმანეთში. მე ჩემსაც გეტყვით, თქვენი მითხარით კომენტარებში და ესე აზრები გავცხოვოთ რა. ძირითადად ეს ჭალებში კონტენტი აგებული იქნება უფრო ამ ჩემ მზადებაზე, მაგრამ პარალელურად ყოველდღიურობაში ჩემთან შეძლებს დაგვარა შემოგახედეთ რა. დარბაზის ეკით რას ვაქმიანობ, მუსიკა, სპორტი, სამზარეულო. პუჭური! და ასე შემდეგ, ესეთი ნიუანსები და ჩემი თავი მიზანია ეს რომ რაღაცა პლატფორმა ასე რომ ვთქვათ შევქმნა, სადაც არ იქნება რაღაცა არანაირი ცენზურის დარღვევა, იმიტომ რომ მეზიზღება და ზოგადად არ მომწონს ეს დღევანდელობაში რომ ანუ ტსაც ვაღარადებენ უკვე რა, იუთუბერები, ტიქტოკერები 90% და ეს ძალიან არ მომწონს. და მინდა რაღაცა ესეთი ჯანსაღი გარემო შევქმნა, რაღაცა სპორტი, კვება, ცოტა იუმორი, მუსიკა, ესეთი რაღაცეები რა. ძალიან გამიხარდება თუ ეს ჩანაფიქრი და ეს იდეა მოვა თქვენამდე და თქვენთვისაც რაღაცა ის აი რაღაცა ყოველდღიურობა ხო არის ძალიან რუტინული დროში ვცხოვრობ ზოგადად ჩვენ რა. აი რაღაცა პატარა გასვლასავით იქნება რა.
აი ტელეფონში რო ჩარჯდები ან ძილის წინ რაღაცა რო ჩაუჯდები ამ ბლოკს და დაისვენებ მოკლედ რა. ეს არის ჩემი მიზანი და ნახოთ როგორ გამომივა. მოკლედ ყველაფერი გამზადებულია. აქ არის ორი კვება, აქ ორი კონტეინერი არის ერთად. დანამატები უნდა წავიღო და დავტოვო დარბაზში, რაც უშუალოდ დამჭირდება ვარჯიშის წინ, რომ ზევითქვევით არ ვატარო. კამერა აქ არის, მიკროფონი, ჩანთა, ყურსასმენი. მეც ახალა. წავედით ნელა-ნელა დავიძროთ ახლა ჩვენ. всё, წავედით. ვერც კი დაუშვებთ და ვერც წარმოიდგინეთ რამდენად ძიმეა ეს ჩანთა და იმედი არ ჩამიწყდება გზაში. დანამატებს რო დავტოვებ დარბაზში, მე მოვაკლდება რაღაც წონა და სახში უფრო წყნარ და წამოვა. დავაი, აბა. ჩუგრი. ეს ის ჩვენი სახლი. მეძებთ ჯეტს. ჯეტი დავდივარ, ჯეტ დამასპონსორეთ. მართლა გეუბნებით. მის სიხირი დავდივარ. აჰა, ამ სკროლებით რო მე მგონი ერთ სკროლში მისახოთ. დავასკანეროთ. так, 30 წუთი. ეს ტელეფონი გამოვცვალე და ძველზე მოგჯერ ბევრი რაღაცა და ჯერ კიდევ ამას ხმარობ და დავაი, წავედით. Ja. ჩალენჯ გამოკეთებთ სამთავო მკერდის ვარჯიშს და მეგობრებო. ჩატრიალე უფრო. ეს. ეცაგე რომ ბეჭები მაღლა არაც. ხო ტრაპეცი არჩი. აი საკმარისია. მოკლედ ზედა სეგმენტზე რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. ყოველთვის ვახურებთ ხრის სახსას, იმიტომ რომ არის ყველაზე ტრამული ზონა. ერთ-ერთი. დიაფრაგმას მკერდი ეჭიროს სულ მაღლა, ხო? ეს, დავიდო. არ ჩააგდო ძალიან წონა. ჩაიტანე და მკერდით. ჩაწელვის ფაზა იგზენი კარგა. ეს გასახურებელი მისვლა. ერთი გასახურებელი მისვლა კიდევ იქნება ჩვენი მაქსიმუმი სადღაც 50% და მესამე იქნება უკვე სამუშაო მისვლა. დავიდა. იდაყვები ოდნავ შიგნით, ოდნავ არ. ეს, გერდით? ეს, დავიდა. 9 აფი 11 12 3 1 2 1 всё, დადა. მარტივად 2 დავიდა 3 4 მინდა 5 კერდი მაღლა 2 შეგილია დავიდა 1 მეციკ დადი აიას საო ეს ახალი წონა ვაფშე იდაყვები ბოლოში დავიდა კეჭები ეცადე რომ მაღლა არაც ხრები ოდნავ ჩაატრიალე აი შეგძლება კერდი როგორ აქვს ციგაზდილი ია ძუკები გადე ხო დავიდა ოკეი შეგძლება დავიდა 6 შეტანე 4-იც და მე სამუშაო მსვლელი გადავა 3 2
ეცადი რომ პაუზა არ გაიგო და შეკუმშვის ხარჯზე წამოიღო დინამიკაში. აი ეს. ერთიც შეიტანე დაუშვდა და დავიდა. უიმე. ლაშა არის მეგობრებო. ჰალკი რო არის, ოღონდ აი საფალიანი რო არის უკვე. დობრი. დაკეთილებული რა. ეგარი ლაშა. რომელიც ჩემზე ჯანზეა ბევრად. მაგრამ მამულს ისურჩევნეს რომ ასწავლოს ჯობდეს მოსწავლა. ანუ ისეთი მურჩევანი ოკეი. არა როგორი მე ვთქვება და პრობლემით საქმეს. თოდახანში 1-40 წუთში. ვიწყებს ვარჯიშს, მოკლედ ზედა-ქვედა სისტემაზე ვართ. დღეს გვაქვს ფეხები აქცენტირებული უფრო მეტად კვადრები, ელკარნიტინისაც წავიდა. ელკარნიტინი გავუშვათ. როცა დამშავის თავსახური ამას თავისი პორცია აქვს, მე მგონი 25 მგ-იანი არის და ასე რომ დაახლოებით მოვყლუპო, მაგრამ შემდეგში აუცილებლად ზომაწონით. Ძალიან ჩვენ გვჭირდება ამინო. ჩემი ფეხების კონდიცია არის ძიმეს. ვარგოთ დახუფული. ჩაუშვათ. ცოტა დამიგვიანდა. რომელი საათი არის? 9:09 არის. ეგარად. აქედან გავარდებით სახლში. ეხლა კოვზი იპოვე აქ. ვიპოვეთ ამინო. ჩაუშვათ ერთი კოვზი. სავს. სუნი საკმაოდ კარგი აქვს. ციტრუსოვანი. ეს ნახევარი. ამინოს სვა ხოლმე ვარჯიშის დროს ასე რა პარალელურად ხლუპ-ხლუპად ვაყოლებ როგორც წყალი ის. ჩაუშვათ წყალი და მზად ვართ ფეხებისთვის. 1-3 წუთი გავხურდები ველოსიპედზე და დავიწყე. ამინო. ხო გასწრეს. ციტრუსი არის რა, რაღაც მანდარინი, პორტოფალი არის. ავში. ესა თუ? ხო. მე წეს ამინო თუ ის რომ პროტეინში. არა, ეგ დანავატი მაღლა. იმას ვარჯიშის მერე დავუყო. მასკარა. ვიჭური ისი. ამა. მიდი. აი. ნერვული სისტემა გელათალე გადაჩეული კიბოს რო შეიძლება კონც აქვს რესურსი ამეურებების, მაგრამ ფიზიკურად ძალიან აუტანელია. 2-3 ფეხის დემაის დამჭირდება, რომ ცოტა ტონუსში შევიდე.
თან წინა ფეხის დღიდან აღდგენილი ჯერ არ არის ბოლომდე. წვიდა. ორი სამუშაოს ამიტომაც დღეს გვეუბნა. დავშალოთ წონები, გავამიოთ. Სასkame. ჩემთვის სამრეა. ეს. აქ მიქნება ერთი გასახურებელი ორი გათიშვით. Really? Really, bicho? Maybe not today, maybe not tomorrow, and maybe not to next month. Better one thing keep true. I will be champion one day. I promise. I promise. ძალიან ფაფასუაა ჩემი ფეხები. ამინო. ამინო. Mira tu doble. მაგიზიანებს ჩემი სისლავე, იმიტომ რომ მზადების პერიოდში ზოგადად ფეხი საერთოდ არა ჩემი დომინანტური მხარე. მზადებამდე საერთოდ არც ერთხელ გამიკეთებია მეგონი ცხოვრებაში, მაგრამ ნუ იმის ფონზე რაც მზადებაზე ვიყავი, ნუ ვარ ობიექტურად 10% დარჩენილი. ისმის რას უსმენ ნარუტო საუნდტრეკს. არა. ეგრე განიშნე რომ ვარ. მართლა? ვა. დიდი ხანი არ დავიდეა ვიდეო და ეს იქნება პირველი ვიდეო. მოდი გამოჩნდი შენს. მოდი. აჰა, ეს კაცი დაიმახსოვრეთ. ვიღებ ვლოგებს და ეხა გავაქტიურდები. ალბათ კვირაობი დავდებ ხოლმე რა. კვირა დღე. ვეცდები რომ კვირაში ერთ ვიდეო. ხო? კი, სულ აქ გადავიღე. სულ აქ ვარ, კი. გადავიღოთ ერთი დღე ერთ. ჩაარდ. შენი გამომწერი ვარ. ვახსო ვარ ვაფშე ვირნოს. მაგარ დავმახსოვს.
რას თქვი რა, კუნთს მართლა აქვს რესურსი, პროსტა ნერვული სისტემა ძალიან გადაჩვეულია დატვირთვას და ბევრად მაღალია გრძნობები. Slab. მარა ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად კარგმა ტრენერმა უნდა განსაზღვროს რეალურად რამდენი მისვლა აქვს ადამიანს დარჩენილი რა, იმიტომ რომ როდესაც მარტო ვარჯიშობთ, ტვინი გვაძლევს უკვე სიგნალს, როდესაც წვა იწყება, ხოთის რომ ძა, გაჩერდი, აღარ შეგიძლია მეტი, მაგრამ თვითონ კუნთს რამოდენიმე გამეორება აქვს და რეალურად კარგი ტრენერი ამ გამეორებას საზღვრავს და კიდევ გვაძლევს რომ არა 2, 3 და ასე შემდეგ და რეალურად ეგ არის მთავარი რა. ჩემი დაკვირვებით. იმისთვის რომ მაქსიმალურად მივიღოთ ეგრეთ წოდებული ჰიპერტროფია. შემდეგი ვარჯიში არის ჩაჯდომი, რომელიც სხვათა შორის სადების პერიოდშიც ბევრი არ გამიკეთებია და მით უმეტეს ეხა საერთოდ არა ჩემი მოძრაობა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ აზისურად არის აუცილებელი ვარჯიში და ყველას გიჩვენთ რომ გააკეთოთ. რა თქმა უნდა, გონივრული წონებით. მე რა ხა ძალიან დიდი ხანი არ გამიკეთებია თან. ფეხის გამშველზე ასე თუ ისე კვადრები გაითიშა. დავიწყებ 80 კილოთი, 2 მისვლა მაქვს და შევხედოთ როგორ წაიღებს. ეხა თავს ისე ვგზნობ რომ გონია რომ ამაზეც ჩავარდები, მაგრამ მე მგონი ეგეთი დასვავებულიც არ ვარ. ოთო რა სიტყვი არის? გამო არა მე? კი. ჩავართოთ მუსიკა ყურსასმენებში. ვცდილობ რომ ცენტრირებულად კვადრებზე ამოვიდე. 100 არა ის? 100 არის, ხო? არა კაცო. რა დარიას? ესე გჭირდება? არა. მეორე მისვლა გავაკეთოთ. დღევანდელ პერფორმანს 10 სკალიან სისტემას შევაფასებ 4-ით. ეს არა ის ვარჯიში, რაც უნდა იყოს, უბრალოდ ჯერჯერობით დატვირთოს ვაჩვენოთ ორგანიზმს, გაიხსენოს რაღაცეები და შემდეგ ეტაპობრივად დატვირთვასაც გავუსდით. დანამატების ჩართვით, ეს ჩავთით უკვე დანამატები. პატარა დახმარებას მოგცემს ეს ყველაფერი და პროგრესიც უფრო თვალნათლივ იქნება. ახლა წავიდა მეორე მისვლა. შემდეგ გადავდივართ ფეხის ბიცეპსზე, ეგრეთ წოდებული ჰამსტრინგით.
გიგო. სამიც. ძიმე მდგომარეობა. გადავიდით ადუქტორზე. ამ ორჯიშის გაკეთების დროს სულ მგონია რომ რაღაცა პახი ესე იზამს და გაწდება. ასე რომ ხილად მიეპარეთ ამ ორჯიშს. იმიტომ რომ ცოტა ტრამბული ზონა არის. აგვაქვს ორი მისვლა. ერთი გასახურებელი. მაგრამ ერთი გასახურებელიც ძალიან მძიმედ გრძნობს. ორიც ერთიც სამუხლე? აქ ამ წუთას? ერთი ცალი მე მგონი მაქვს. ეხლა ღმერთს მოუწყის ეს დარბაზის მუსიკა რამდენად შედის მიკროფონში და უდიშკიფით თუ ზაში სახში რომ ნახავ ედიტის დროს ჩავხედავ რა. არებს რას უშუქროსო. ყველაზე საეჭვო პლეილისტი მაქვს საერთოდ საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში. სამის სამარცხვინო ვლოგი გამოდის მეგობრებო. მაგრამ ყველაფერი გავიქცე. კამერა ქესთუმბურდა მოკლედ ჯდება ბოლო ვარჯი ვერ გადავიხ. მაგრამ ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება. ჰა? ირტასკას. კრეატინი ბატონო გიორგი ვარჯიშის შემდეგ. ჰა? არა, ვაშლით არა. ისეთ სუბუქი გამოვაქ რა. და აირონ რეკოვერი. ჩაუშვათ ესეც. იალაპარაკი კაც ეს ისე არა. აბუდადებული. დროზე აღმდგეთ. როგორ ისუნე მინომენტოსი. აი ჩუბი აქ. ეს პროტეინი შაქს. ხო. 10 გრამ პროტეინსაც შეიცავს ერთ პორციას. კაი რამეა რა ვარჯიშის მერე. ბიჭო, ამ ხიხიებით ხო ყველა მოიხოდება ის. რა თქმა უნდა. ამდენი თუ ამ ამელია ეს. ხმალაგაჩაზე. ძალიან სუსტად ხარ მე.
ვაინის კრეატინი მეგობრებო. არ სარგამდებია ლონდონ. ხესო გარ. ვაიმე ფეხები. აუ გამოსვლა მეზარება, ესევე მივდივარ მეგობრებო. ელასტიკებით. 200-ად ვარ, იცი? ფეხთან. ჩემი ძლიერი ხარ არც ყოფილა და ამ წამსაც და ზოგადად. მაგრამ როგორც შეიძლება ყველაფერი კარგად. ყველაფერი იქნება კარგად. აი ამ აღდგენის ამ შეიკერთან ერთად. აუ რა კაია გემოს. გზაში ჯეტს დავა სპონსორებინე თავი. მე ხო სულ ჯეტი დავდივარ. აი მართლა გეუბნები მაგაზე რამდენიც მაქვს დახარჯული, აი რა მაგარ სკროლს მოვიგდებოდი, ეს 1-3000 ლარია. სო გამოვიცვლი და წავედი სახლს. ბატონო გიორგი, ყველაფერი კარგად არის? კი ბაცო. საიდეალურად. ხავს კიდე ახლა. არა წავალ. დასრულდა ჩვენი წავარჯიშება. სახლში შევხვდებით, კამერას დამიჯდა, ბოლო კვებას განახებ და დავიძინოთ მერე. ეს არის ჩვენი ბოლო კვება. აქ არის 200 გრამი ხაჭო, 100 გრამი რძე, ვანილი, სტევია, ნუში, დარიჩინი, არა, ვიდეოს. ყველაფერი კარგად არის რუსუდან. ხო და მოკლედ ეს ყველაფერი არის დაბლენდერებული და არის ესეთი მუსი, საერთოდ არ იგრძნობა არც ხაჭოს კონსისტენცია, არც გემო მძაფრი. ყველაფერი არის 0%-იანი არის, მაგრამ შეგრძნება გვაქვს, რომ არის ძალიან მსუყე. არის სადღაც 28 გრამი ცილა, 12 ნახშირწყალი და სადღაც 4 გრამი ცხიმი. დღის გემრიელი დასასრული.